დავბრუნდით ჩვენ სტუმართან ერთად. არასასურველი თმის მოსაცილებლად დღეს რა თქმა უნდა უამრავი საშუალება და მეთოდი არსებობს, ეპილაცია თუ დეპილაცია, მოძველებული თუ უახლესი მეთოდები, აი რა მეთოდს მიმართავთ ეს რა თქმა უნდა თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ თუ არასასურველი თმისგან საბოლოოდ გსურთ გათავისუფლება, უნდა გახსოვდეთ რომ ჭარბთმიანობისგან განსაკურნებლად თმის ფოლიკულის დისფუნქციაა საჭირო. ჩვენ სტუმართან ერთად გავარკვევთ თმის მოშორების რა გზები არსებობს და რა უნდა გავითვალისწინოთ ამ დროს და გეტყვით რომ ექიმი-კოსმეტოლოგი ნატალია სულიაშვილია ჩვენი გადაცემის სტუმარი და სწორედ ის უპასუხებს ჩვენს შეკითხვებს. ნატალია, მოგესალმები პირველ რიგში და პირველ რიგში ასევე ისიც უნდა აღვნიშნო რომ მიუხედავად იმისა რომ ესთეტიკური მედიცინის სფერო უამრავ საშუალებას გვთავაზობს იმისთვის რომ გავთავისუფლდეთ ამ არასასურველი თმისგან, მუდამ დილემის წინაშე ვდგებით ხოლმე რომელ მათგანს მივმართოთ და მოდი დავიწყოთ ამ მეთოდების განხილვა და საინტერესო ასევე რა არსებობს თუ არა გარკვეული მეცნიერული კვლევები, სიახლეები, რომელზეც შეგვიძლია რომ ვისაუბროთ. გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ანუ ამაზე ვთანხმდებით, რომ ლაზერული ეპილაციის პროცედურა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროცედურების ჯგუფს განეკუთვნება, ასე რომ ვთქვათ, რისთვისაც იყენებენ უპირატესად ლაზერს. ამერიკის დერმატოლოგთა ასოციაციის მონაცემების თანახმად 385,000 ლაზერული ეპილაციის პროცედურა გაკეთდა 2018 წელს. არასასურველი თმა ზოგადად არამხოლოდ კოსმეტიკურ დისკომფორტს წარმოადგენს, ასე რომ ვთქვათ, მას შეუძლია სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები გამოიწვიოს. ზოგადად ჭარბთმიანობა მიუთითებს სხვადასხვა დაავადებებზე, მათ შორის ენდოკრინულ დაავადებებზე. ამიტომ გასათვალისწინებელია, რომ უშუალოდ თერაპევტმა კარგად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა, გაითვალისწინოს მისი კანის ტიპი და თმის სტრუქტურა, რადგან პაციენტს ჰქონდეს რეალისტური შედეგის მოლოდინები. ანუ რატომ არის, რომ მოსახლეობაში არის გავრცელებული აზრი, გავიკეთე ესა თუ ის ლაზერული ეპილაციის სხვადასხვა მეთოდით, მაგრამ შედეგი არ დადგა, არის უკმაყოფილება ამის გამო. სწორედ იმაში მდგომარეობს აზრი, რომ თვითონ ლაზეროთერაპევტმა კარგად უნდა აუხსნას, კარგად შეაფასოს პირველ რიგში პაციენტის კანის ტიპი და სტრუქტურა და შესაბამისად ანუ მოლოდინიც უკვე რეალურია. რაც შეეხება ტიპებს, ალბათ ეკრანზე ხედავს, ასევე ჩამონათვალს ერთგვარს თმის მოშორების რა მეთოდები არსებობს დღეს. პირველი ეს არის ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდის ლაზერი, ნეოდიუმის ლაზერი, სამსხივიანი ჰიბრიდული ლაზერი, ასევე ნემსის ეპილაცია, რომელიც ვიცით რომ თანამედროვე სამყაროში კვლავ რჩება, შუგარინგი და დეპილაცია. მოდი გავარკვიოთ, აი კანის ტიპები ახსენეთ და როგორც ვიცით, ლაზერის გამოყენების პროცესში კანის ტიპებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და რომელი კანის ტიპმა საინტერესოა რომელ მათგანზე უნდა შეაჩეროს არჩევანი. კი ბატონო, რამდენიმე სიტყვით მოდით გავიხსენოთ ფიცპატრიკის კლასიფიკაციის ტიპები. ანუ ძირითადად გამოვყოფთ ორი კანის ტიპს. პირველი კანის ტიპი, რომელიც ყოველთვის იწვება და არასდროს ირუჯება, მეორე ტიპი არის, რომელიც ყოველთვის იწვება, მაგრამ ზოგჯერ ირუჯება, მესამე ტიპი გვაქვს, რომელიც ყოველთვის ირუჯება, მაგრამ ზოგჯერ იწვება და მეოთხე ტიპი გვაქვს, რომელიც ყოველთვის ირუჯება და არასდროს იწვება. ეს უბრალოდ გახსენებისთვის და რა კავშირშია გეტყვით ამასაც. ზოგადად ლაზერული ეპილაციის გამოყენებისთვის საჭიროა სხვადასხვა ტალღის ნანომეტრის სხივის გამოყენება, რაც შემდეგ უკვე სხვადასხვა პროცედურების დიფერენცირებას გვახდენს თუ რომელ ლაზერულ ეპილაციაზე ჩავეწეროთ, რომელი უფრო უკეთესია, ალექსანდრიტის ლაზერი, დიოდი თუ რომელი ტიპის. პირველი განვიხილოთ და მივიღოთ ხოლმე. სწორედ ამ ლაზერული სხივის სიხშირის მიხედვით ხდება. პირველი ეს არის ალექსანდრიტის ლაზერი, რომელიც 755 ნანომეტრი სხივის ტალღით ხასიათდება. მეორე მოყვება დიოდი, რომელიც 810 ნანომეტრის სხივით ტალღით ხასიათდება და მესამე არის NdIAX, რასაც ეძახიან 1064 ნანომეტრით. იმის მიხედვით თუ როგორი ნიშნავს ეს მონაცემები და ციფრები, რომ რომელია ყველაზე
ყველაზე ძლიერი. ზოგადად ანუ ეპილაციის ჩატარების ეფექტურობისთვის და უსაფრთხოებისთვის საჭიროა უშუალოდ თვითონ ოპერატორი, რომელიც ამ პროცედურებს ატარებს, მართავს და წამყვანი მნიშვნელობა ზუსტად ენიჭება მის მიერ გაშვებულ სიხშირეს, ასე რომ ვთქვათ, რომ მაქსიმალურად უსაფრთხოდ გააკეთოს ეს პროცედურა და ამაში გვჭირდება, რომ მან კარგად იცოდეს სწორედ ადამიანის კანის ტიპები. ყველაზე კარგი, ასე რომ ვთქვათ, კანის ტიპი არის ღია ფერის კანის ტიპი, რომელსაც აქვს მუქი ყავისფერი თმა. და რატომ ეხა ავხსნათ ეს და შედეგიც, რა თქმა უნდა, უფრო ეფექტურია თმის მოცილების თვალსაზრისით. მოგვეხსენება, რომ თვითონ ლაზერული ეპილაციის მექანიზმი ორი სიტყვით რომ ავხსნათ, რა არის, რომ უნდა მივიღოთ თერმული სითბოს შედეგად მელანინზე ზემოქმედება და უშუალოდ ლაზერული ეპილაცია მოქმედებს თვითონ კანის თმის მელანინზე და არა კანის მელანინზე. და გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს ღია ფერის კანი, ლაზერული ეპილაცია არ მოქმედებს კანზე და უშუალოდ იგი პასუხისმგებელია თვითონ თმის მელანინზე. ამიტომ ეფექტური სწორედ ამიტომ არის, რომ რატო ვამბობთ, რომ ჭაღარა და ღია ფერის თმის დროს ლაზერული ეპილაცია ანუ არ უძლურიხდება. უჭირს ღია ფერის თმის დანახვა. მას თვითონ მელანინს არ შეიცავს. აქედან გამომდინარე, ესე უკუჩვენებას არ წარმოადგენს, რომ არ ჩაიტანონ ლაზერული ეპილაცია, მაგრამ შედეგი არ არის და ეფექტურობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ეს რეალისტური მოლოდინი არ გვაქვს. შეიძლება თმის გაქრობა ლაზერული ეპილაციის გამოყენებით და დახმარებით. ძალიან რთულია, თაკო, კარგი შეკითხვა დასვი, ძალიან რთულია თმის მთლიანი გაქრობა, ასე რომ ვთქვათ, ლაზერული ეპილაციის შემთხვევაში და ამიტომ ზუსტად თერაპევტის მნიშვნელობა აქვს რა, რამდენად კარგად აუხსნის. მაგრამ რაც თავარია, ინტერვალები იზრდება ხოლმე და ესეც გარკვეულწილად ჩვევა ხდება ადამიანებისთვის. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კარგად ჩატარებული ლაზერული ეპილაციის შემთხვევაში 70-დან 80%-მდე თმის სიხშირის შემცირება არის შესაძლებელი. ამ საუბრიდან გამომდინარე, ალბათ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ღია ფერის თმა, იგივე ჭაღარა, საინტერესოა მათთვის რეკომენდაციები როგორია და რა გზას უნდა დაადგნენ ასეთი ადამიანები, თორემ ვისაც ახლა ღია ფერის კანი აქვს და მუქი შეფერილობის თმა, გასაგებია, რომ ლაზერული ეპილაცია მიზანშეწონილია და ეფექტური. კი ბატონო, სწორედ ამიტომ არის ამ ჩამონათვალში არსებობს იგივე შუგარინგის პროცედურა, ეპილაცია, ნემსის ეპილაცია და ნემსის ეპილაციაზე გამოყოფ რკინის ნერვები გჭირდება. ეგრეთ წოდებული ელექტროლიზისია, სადაც უშუალოდ საზოგადოებაში გავრცელებული ელექტრული ეპილაციის სახელით არის ცნობილი. ამ დროს ხდება ელექტროლიზისი, ანუ ელექტრული იმპულსების გაშვება და თმის ფოლიკულის მოკლედ ფუნქციონირების დაქვეითება. აი, ნემსის ეპილაციის შემთხვევაში ვიცი, რომ არიან ადამიანები, ვისაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაუქრათ თმა და აღარ საჭიროებს, თქვათ, ხელახლა გამეორებათ ეპილაციას. კი ბატონო, გეთანხმებით აკო და ამ შემთხვევაში გამოვყოფდი განსაკუთრებით ქალების და მოზრდილი გოგონების ჯგუფს, რომლებსაც აქვს ანდროგენ სენსიტიური ზონები. ანუ რას გულისხმობთ ეს ანდროგენ სენსიტიური ზონები, როგორც ვიცით, არის მგრძნობიარე კისახე, ყბისქვედა ხაზი და კისერი. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია უშუალოდ მხოლოდ ნემსის ეპილაციის გაკეთება. და არა ლაზერი, რასაც აკეთებს ბევრი ადამიანი. დიახ, და შეცდომა. კარგი, მოდი კიდევ ერთხელ ზონები გავიმეოროთ, ნატალია, აი ადამიანები, რომლებსაც ღია ფერის თმა აქვს და შემდეგ შეკითხვაზე გადავიდეთ. გავიმეოროთ ზონები, ანდროგენ სენსიტიურ ზონებს უშუალოდ ხაზგასმით აღვნიშნავთ ხოლმე. ეს არის სახე, ყბისქვედა ძვლის ხაზი და კისრის ზონა განსაკუთრებით. ასეთ დროს მიზანშეწონილია გაკეთდეს ელექტროლიზისი. კი ბატონო, მინდა ასაკთან დაკავშირებით კითხოთ, აი სასკოლო ასაკზე შეიძლება ბავშვს გქონდეს ჭართვიანობა, გინდა გოგონა იყოს, გინდა ბიჭი და ეს გარკვეულწილად ჯერჯერობით კომპლექს ქმნის და შეიძლება ყველაფერს თავი დავანებოთ, უბრალოდ რაღაცა ეს ბავშვი გახდეს დაცინვის ობიექტი ამ შემთხვევაში, რაც ძალიან ცუდია ამ ასაკში, ხო? და მაინტერესებს რა ასაკიდან შეიძლება, თქვა, აი ამ ყველაფრის გაკეთება.
ძალიან გოგონებშიც და ბიჭებშიც. ძალიან კარგი და აქტუალური საკითხია, იმიტომ რომ უამრავი მითი არის გავრცელებული საზოგადოებაში, რაც გვინდა არ გვინდა მასა ითვალისწინებს. ამიტომ კარგი და სწორი ინფორმაციის მიწოდებას წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება. ჭარბთმიანობის არსებობა ზოგადად მიმანიშნებელია ძალიან ბევრი დაავადებების არსებობაში, მათ შორის ენდოკრინულ დაავადებების შემთხვევაში. აქვე განვიხილოთ, მოდით მოზარდები, რომლებსაც ჭარბთმიანობა ჭარბად აქვს, ასე რომ ვთქვათ, მომატებული. ძალიან მშობელს ენიჭება ამ შემთხვევაში წამყვანი როლი, იმიტომ რომ ბავშვები ხშირად ხდებიან დაცინვის, სირცხვილის და ბულინგის მიზეზი, რაც მივყავართ უკვე უფრო რთულ შედეგებამდე და იმიტომ არის რომ საკმაოდ ცუდი ფაქტორები და ფაქტები ფიქსირდება სუიციდის შემთხვევები და მოკლედ ძალიან ისეთი საკითხია, რომელიც უნდა გაითვალისწინოს მშობლებს. უნდა დავამატოთ ლაზერული ეპილაცია, ნატალია, ეს ძალიან ბევრი მშობლისთვის არის აქტუალური კითხვა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული რეკომენდაციები ამ საკითხების ირგვლივ არსებობს, აი სულ მაინც მშობლები ცდილობენ, რომ თავი შეიკავონ და მაქსიმალურად გადააბადონ ხოლმე ლაზერული ეპილაცია. და 16, 17, 18 წლამდე მიიყვანონ, ვთქვათ, ეს გადაწყვეტილება. დიახ, თაკო, ესე იგი განსაკუთრებით გოგონების შემთხვევაში იკავებენ ხოლმე მშობლები თავს და ელოდებიან, რომ ჩამოყალიბდეს ეს მენსტრუალური ციკლი და მას შემდეგ დაიწყონ, ვთქვათ, თუ კი ესაჭიროებათ ლაზერული ეპილაცია, მაგრამ ასაკის როგორც ასეთი ზღვარი 11-12 წლის ასაკიდან მშობლებს შეუძლია თავისუფლად გაუკეთონ ლაზერული ეპილაცია ბავშვებს და სარწმუნო ცნობით ესეთი მტკიცებითი არაფერი არ არსებობს მტკიცებითი მედიცინით, რომ ადრეულ ასაკში დაწყებული ლაზერული ეპილაციით სამომავლოდ გამოიწვიოს თმის ჭარბი გახშირება და ესეთი შედეგები, ამიტომ სრულიად მოკლებულია. ანუ შესაბამისად შეიძლება ვიფიქროთ და ვივარაუდოთ და პრინციპში როგორც თავადაც ახსენეთ, უყუჩვენებები ამას არ უნდა მოყვეს. არ აქვს უყუჩვენებები, არ არსებობს მტკიცებითი დებულება მას შესახებ. აი არსებობს მაინც ესეთი მოსაზრება, რომ იგივე ჰორმონალურ სისტემაზე შესაძლებელია ეს ახდენდეს ზეგავლენასო. ნამდვილად არ ახდენს ჰორმონალურ სისტემაზე ზეგავლენას. უბრალოდ ჩვენ შეგვიძლია ენდოკრინულ დაავადებებიდან გამოვყოთ ქალებში გავრცელებული ჭარბთმიანობა, რომელიც მოზღვავებულია მამაკაცის ჰორმონის ზეგავლენით. ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ჩაერთოს როგორც დერმატოლოგი, ასევე ენდოკრინოლოგი, რომელიც სისტემურ მკურნალობას ნიშნავს. ამიტომ უნდა კომბინირებული მიდგომით, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ლაზერი არ გავაკეთოთ. კომბინირებული მიდგომით შესაძლებელია დავგეგმოთ ლაზერული ეპილაციის პროცედურა. და ნატალია, რჩნდება შეკითხვა, გასაგებია რომ თქვათ ადრეული ასაკიდან როგორც არის 11 და 12 წელი, შესაძლებელია მშობლებმა და შვილებმა მიიღონ გადაწყვეტილება და ჩაიტარონ თქვათ ლაზერული ეპილაცია, მაგრამ თუ არსებობს რიგი დაავადებების ჩამონათვალი, რა დროსაც თავი უნდა შევიკავოთ ამ პროცედურებისგან. და თანაც ჩამონათვალსაც ხედავს მაყურებელი ჩვენთან ერთად და თქვენც რომ განგვიმარტოთ, რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც იგივე კანის დაავადებების მქონე ადამიანებში, აი რა ტიპის კანის დაავადებები იგულისხმება. ნამდვილად სწორი აქცენტები გააკეთეთ, აკო, იმიტომ რომ მოსახლეობაში არის არასწორი ინფორმაცია, ბევრი გავრცელებული, რასაც არ უნდა უნებლიეთ ითვალისწინებენ. ამიტომ არანაირი უყუჩვენება არ არსებობს თუნდაც შაქრიანი დიაბეტის მქონე დაავადებული ადამიანმა, რომ არ ჩაიტაროს და უარი თქვას ლაზერულ ეპილაციაზე. ასევე აქტუალურია შევეხები ორსულების საკითხსაც, იმიტომ რომ ძალიან იშვიათად ვხვდები მე თვითონ, რომ ორსული მოდის და იკეთებს ლაზერულ ეპილაციას. ამ დროს არანაირი უყუჩვენება არ არსებობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ორსულებმა თავისუფლად შეუძლიან ჩაიტაროს. კი ბატონო, ეს პროცედურა, ანუ ამ პროცედურაზე უარის თქმა ორსულობის მდგომარეობა არანაირ უყუჩვენებას არ წარმოადგენს. აგრეთვე ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები და ხას უსმავ ვენების ვარიკოზით დაავადებულების დროს, ანუ მოდიან კითხვებით, რომ ხომ არ სულ დამატებითი, ვთქვათ, ექიმის კონსულტაციის გავლა, რომ გაიკეთონ და თამამად შემიძლია უთხრა, რომ მათ ვისაც აწუხებთ ვარიკოზული ვენები, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ ლაზერული ეპილაციის მექანიზმი უშუალოდ მოქმედებს თმის ფოლიკულზე. აქედან გამომდინარე
არანაირი კავშირში არ არის სხვა სისტემურ დაავადებებთან და ამიტომ სწორი ინფორმაციის მიწოდებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ნატალია, ჩამონათვალი, რომელსაც მაყურებელი ახლა ჩვენთან ერთად ხედავდა, ეს იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია რომ ლაზერულ ეპილაციას მიმართოს ძალიან შვიდად ყველანაირი გართულების გარეშე, ხო? ყველანაირი გართულების გარეშე. კარგი, რა ხდება, როდესაც თმიანი ხალი ან ტატუ გვაქვს ეპილაციის ზონაზე, ვიცით რომ მსგავსი ზონები თეთრი ფანქრით იფარება ხოლმე და ეს გარკვეულწილად ეს საკითხებიც არ წარმოადგენს ასე ვთქვათ გამოწვევას, ხო? მაგრამ რა უნდა გავითვალისწინოთ მაინც ამ შემთხვევაში? ნამდვილად გასათვალისწინებელია. ნებუსები იგივე ხალები არის წარმონაქმნი, სადაც ძირითადად აკუმულირდება ეს მელანინი. აგრეთვე იმ დროს, როდესაც პაციენტები იტარებენ ტატუს და ჩატარებული აქვთ უკვე ტატუს პროცედურა, უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს მელანინი, რომელიც ამ ზონებზე აკუმულირდება და როდესაც ლაზერული ეპილაციის სხივი გაიშვება, შეიძლება ამ სხივმა არასწორად აღიქვას ამ მელანინის ეს მელანინი. ამიტომ გასათვალისწინებელია და როგორც აღნიშნეთ, აკო სწორად ამიტომ ხდება ასეთი ზონების დაფარვა. ამ შემთხვევაში საფრთხეს აღარ წარმოადგენს, ტატუ და არც ხალი. ტატუ არც ნებუსები, უბრალოდ არის გასათვალისწინებელი ეს ფაქტორები. გასაგებია, ძალიან საინტერესო იყო, სხვა ჩემს აღმოჩენა იყო ასაკი. შემდეგ რისკ ჯგუფების ჩამონათვალი და ხშირ შემთხვევაში აი მთელი 9 თვის განმავლობაში ადამიანები თავს იკავებდნენ ხოლმე ლაზერული ეპილაციისგან და შეიძლება ითქვას, რომ აი სტერეოტიპები, რომელიც არსებობს ამ საკითხებთან და პროცედურებთან მიმართებაში, დღეს კიდევ ერთხელ დაამსხვრია ნატალია. ესეც ძალიან დიდი მადლობა. ნამდვილად საინტერესო იყო ის სიახლეები, რომელსაც ორიოდე სიტყვით შეგვიძლია თაკო კვლევებიც გვთავაზობენ. დიახ, ორიოდე სიტყვით არ შეიძლება რომ არ შევეხოთ თუ რა დროს არის უკუჩვენება, ასე რომ ვთქვათ, უკუჩვენებებში შეგვიძლია ცალსახად აღვნიშნოთ, რომ როდესაც არის კანი გარუჯული, არ შეიძლება ლაზერული ეპილაციის გაკეთება და ეს არის მთავარი აკრძალვა, ნამზეური და თუ კი პაციენტი გეგმავს რამდენიმე დღეში რომ მიიღოს რუჯი, არც ესეთ პერიოდში არ შეიძლება გაკეთდეს ლაზერული ეპილაციის პროცედურა. და ერთკვირიანი ინტერვალი საჭიროა ამ დროს. როგორც გაწერილი არის 3-10 პროცედურის ჩატარების რეკომენდაცია არის 4-8 კვირის ინტერვალის დაცვით. ასევე უკუჩვენებებში შეგვიძლია აღვნიშნოთ კანის სხვადასხვა დამწვრობები და კანის ინფექციები, მაგალითად ჰერპესის და იმპეტიგოს შემთხვევაში. და ერთს დავამატებდი აუცილებლად, რომ როდესაც პაციენტები იღებენ მედიკამენტებს, აი რა მედიკამენტების დროს უნდა შევიკავოთ? ზოგადად ხომ არის მოსაზრება, რომ არ არის უკუჩვენება მედიკამენტი, მაგრამ არის მედიკამენტების გარკვეული ჯგუფი, მაგალითად, თუ კი პაციენტები იღებენ სხვადასხვა ანტიბიოტიკს, იგივე ტეტრაციკლინის ან დოქსიციკლინის ჯგუფს, ასეთ შემთხვევაში უკუჩვენებაა ცალსახად ლაზერული ეპილაციის ჩატარება. და რა საფრთხე შეიძლება დადგეს ნატალია ამ დროს? სხვადასხვა გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს და საომავლოდ დერმატოლოგის პაციენტი გახდეს. და ალბათ ეს ის შემთხვევა, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ ჩავთოთ ექიმი და მან მიიღოს გადაწყვეტილება და მართოს ეს პროცესი. ისევ კომბინირებულ ჩართვას მოითხოვს. ძალიან კარგი. თუ გვაქვს დრო ერთი სიტყვით, აი ჰერპესაც რომ შევეხოთ და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით, აი ჰერპესის თქვათ არსებობის დროს უნდა შევიკავოთ თუ არა? უნდა შევიკავოთ აუცილებლად ცალსახად თავი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა.